TSU-ს პირველ კორპუსთან, პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ხედია უპირველეს ყოვლისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ასევე პროფესორებიც. ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს უნივერსიტეტში და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს აკადემიური დამოკიდებულება და ამ თვალსაზრისით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება ნამდვილად პრობლემურია. ბუნებრივია ეს პროტესტი, ამ პროტესტის მოთხოვნებიც არის ის, რაც არის ზოგადი საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნები, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ასევე აქციებისას დაკავებული პირების გათვალისწინება, როგორც იცით, სტუდენტებმა სულ ახლახან დაანონსეს, რომ ისინი იწყებენ არსებენ ქმნიან ახალ სტუდენტურ კერას, რომელიც იქნება მოძრავი პროტესტი და სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში პირველი აქცია გაიმართა 19 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დღეს კი შეკრების ადგილად სტუდენტებმა გადაწყვიტეს აერჩიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ესაუბრათ პროტესტზე, რომელიც ქვეყანაში უკვე თითქმის 4 თვეა გრძელდება და მოითხოვეთ ის, რასაც ითხოვს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი არაპირებენ, რომ შეწყვიტონ ბრძოლა და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ საუბარს ძალიან ხმამაღლა იმაზე, რომ მათი თანატოლები, მათი თანაკურსელები იმყოფებიან საპატიმროებში, მათ შორის არის ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება, ასევე არიან სხვა სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. აქ შეკრებილები ასევე ბუნებრივია საუბრობენ იმ ჯარიმებზეც, რომლითაც მათ შორის სტუდენტებსაც აჯარიმებენ საპროტესტო აქციებს